განაჩებად მე ვარ ბობუკა და ამ ვიდეო გაუთეში გასწავლით FTP-ს გამოყენებას. პირველ რიგში დავიწყოთ იმის თუ რა არის FTP. FTP არის საშუალება, რომ რაც შეიძლება სწრაფად ავტვირთოთ ფაილები ჩვენს ფაილ მენეჯერში. ანუ აქ. ხო. იმისთვის რომ დავაყენოთ ფაილ მენეჯერი არის პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პროგრამა არის სხვადასხვა ფაილ მენეჯერ პროგრამები, მაგალითად CodeFTP, FileZilla. მე პირადად ვიყენებ FileZilla-ს, ამიტომ თქვენც გირჩევთ FileZilla-ს, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივია და ამავე დროს აქვს ქართული ენა. FileZilla-ს გადმოსაწერად ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ Google-ში ჩავწეროთ FileZilla და აქ ავტომატურად ამოვიგდებს არანაირი პრობლემის გარეშე. აქ უბრალოდ უნდა ავირჩიოთ რომელი ოპერატიული სისტემისთვის გვინდა, ეს ავირჩიო Windows-ისთვის. აი Windows-ისთვის ვიწერთ პირველს. ამას დავაჭერთ. ნუ მე უკვე გადმოწერილი მაქვს. ამიტომ აღარ მივყვები, აღარ გადმოვწერ. დაინსტალირებულიც მაქვს მე. აი ეს აიკონი. რომ გამოვიყენოთ და საიძე რომ დავაყენოთ FTP საჭირო არის, ანუ ხო FTP საჭირო არის დავაყენოთ პირველ რიგში საიძე FTP-ზე პაროლი. აი ეს არის აქ გვექნება FTP ინფორმაცია. აი როგორც ხედავთ password-ზე აწერია პაროლი neustanoven, ანუ პაროლი დაყენებული არ არის. ეს არის host-ი login-ი, ამას შემდეგ გაგეხსნით ეს რა არის. ვაწვევით ამას. აქ ჩვენ ჩავწერთ ახალ პაროლს. ნუ არც ყოფილა, მაგრამ მაინც შევინახოთ. ასე იგი, FTP-ს ისევ დავაჭიროთ, როგორც ხედავთ, აქ უკვე უკაზანოვაში პაროლი FTP. ანუ უკვე დაყენებული FTP-ზე პაროლი, ახლა ვქნათ შემდეგი. შევიდეთ FileZilla-ში, კლიენტში. აი აქ როგორც ხედავთ, ქართულზე მაქვს დაყენებული მე. host-ი უნდა ჩავწეროთ აი ეს, პირველში უნდა ჩავწეროთ ეს, დავაკოპირეთ, პირდაპირ გადმოვიტანთ. მეორეში login-ში აი ეს, მეორე მოხარული სახელი, ანუ და პაროლი აქ არ გვაქვს მოცემული და დაცვისთვის და პაროლს წერთ ხელით. ვაჭერთ enter-ს. აქ პორტის შევსება არ არის საჭირო, იმიტომ რომ იშვიათია, როდესაც პორტი ქონდეს. აი როგორც ხედავთ, აქ FTP-ზე არსებული ჩვენი მასალა გამოქვეყნდა რა, დავინახეთ. აქედან უკვე შეგვიძლია ავტვირთოთ ნებისმიერი რამ, მაგალითად ავიღოთ CSS photos, ანუ მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ თქვენთვის უმჯობესია, რომ ძვე ახალ ანუ რაც შეიძლება საშუალო ზომის იყოს, ანუ არ აღემატებოს 5-6 მეგაბიტს, იმიტომ რომ უკვე მეტ ადგილს იკავებს. მოდი ახლა შევქნათ აქ ფაილი downloads. არა გიჩვენებთ. მე მაინც შევექნა და ესე იგი download. აი download შევიდეთ ფოლდერში. მოვიშვით ეს ყველა ფოტოა, ჩემ შემთხვევაში ფოტოები, თქვენ შემთხვევაში რაც გინდა ის იყოს. აი აქ უკვე დაიწყება, სია შეიქმნება, ასე ვთქვათ. აქ დაეწერება რამდენი ფაილია ასატვირთი, აქ რამდენი ფაილი აიტვირთა. აქ ხოლო შუაში ეწერება ის ფაილები, რომელიც არ აიტვირთა. ანუ რაღაც წესებს არღვევს, ანუ უბრალოდ ვერ კითხულობს ფაილს, ან რაღაც მიზეზის გამო. როგორც მგონი თქვენ ყველაფერს მიხვდით, მეტი ახსნა ჩემი აღარ არის საჭირო. ასე შეგიძლიათ ატვირთოთ რამდენიც გინდათ. დღესდღეობით ეს გაკვეთილი სრულესი იყო. კეთილი სრულებით, ბობუკა, მეწვიეთ და თხოვეთ რაც გინდათ ბლოგზე, სტუმრების წიგნში ან ჩატში. მე ვეცდები ყველანაირად შევასრულო თქვენი თხოვნები. ნახვამდის.